მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ რადიო სივრცეს FM 98-სა და 5-ზე, მე ვარ ეკა ვებხვაძე, ჟურნალისტი და ვიწყებ ჩვენს გადაცემას. სულ რაღაც 3 დღეში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და მმართველი ორგანოების წევრებს აირჩევს ადვოკატთა ასოციაციაში არჩევნებია უპრეცედენტო გამჭვირვალობის ათეულობით დამკვირვებლისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, ასეთ პირობას იძლევა ადვოკატთა ასოციაცია, რომლის გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გაუგებრობის უსაფუძვლო ეჭვების თუ შიშების გამოსარიცხად ხმების დათვლა სრულად საარჩევნო ოპტიკური სკანერებით მოხდება. ხოლო თავმჯდომარის არჩევნების შედეგები დამატებით ხმის დამთვლელი კომისიის მიერ კრებაზევე საჯაროდ ხელით გადაითვლება. კანდიდატები უკვე შეხვდნენ ადვოკატებს, გააცნეს მათი პროგრამები, ბევრი საუბრებს კოლეგიალობაზე, გეგმებზე, სიახლეებზე, ადვოკატთა მხარდაჭერის მათეულ ხედვებზე, მაგრამ შეუთანხმებელი საკითხია, უნდა იყოს თუ არა დისტანცირებული ასოციაცია პოლიტიკისგან. კანდიდატების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი რამ შეუძლებელია და რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტისადმი ერთგულებას მათ ვერავინ შეაჩერებს. ერთ-ერთი კანდიდატი ირაკლი ყანდაშვილი კი აცხადებს, რომ ასოციაცია ყოველთვის იქნება დისტანცირებული ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან და ინტერესისგან, რადგან სწორედ ამაში მდგომარეობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სიძლიერე. სწორედ ირაკლი ყანდაშვილია ჩვენი სტუმარი, რომელიც გახლავთ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი. სწორედ მასთან ვისაუბრებთ თუ რა რისკები ახლავს ადვოკატების დღის წესრიგში პოლიტიკის შეჭრას, ასევე როგორი უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო ადვოკატებისთვის, რათა დაიცვან ადამიანები და რაც თავარია, როგორ უნდა იყვნენ დაცულები თავად ადვოკატები. მოკლედ, ციებ-ცხელებაა საარჩევნო წინადღეებია და სწორედ ამ თემებზე გვინდა სტუმართან საუბარი. საღამო მშვიდობის, ბატონო ირაკლი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს. დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მადლობა თქვენ აქტუალურ საკითხებზე სასაუბროთ. მადლობა მობრძანებისთვის, აქტუალურია ნამდვილად, იმიტომ რომ რამდენიმე დღეა ვხედავთ ამ პერიპეტიებს. მას შემდეგ, რაც უკვე თქვენს შეხვდით თქვენს ადვოკატებს და თქვენი ხედვები წარუდგინეთ და არ ცხრება ეს რაღაცნაირად, არ ვიცი, ცილისწავებული კამპანიაც კი უწოდეთ თქვენ აი ამ კამპანიას, რომელსაც თვითონ დაწყებულია ასოციაციის, მოკლედ თქვენ თავმჯდომარეობის კანდიდატის მიმართ. აქ ვარ მე და აქ ხართ ყველა, ვნახავთ, რომ ისე იქნება, რადგან წაგებულ და ანგაჟირებულ მხარეს სხვა არ დარჩენია, გარდა გამოიგონოს დეზინფორმაციული კამპანია და ადვოკატების ნებაზე მოახდინოს გავლენა. არ გამოგივათო ეს თქვენი კომენტარი ამოვიკითხე. ახლა რა დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობთ, მოდით აქედან დავიწყოთ და რა თქმა უნდა, ბევრი საინტერესო თემაა, რაზეც ალბათ გავშლით დღეს ამ გადაცემაში. უპირველესად მინდა დავიწყო მოლოცვით და არ იქნება სწორი, რომ არ აღინიშნოს, რომ ადვოკატის პროფესია, პროფესიული გაერთიანება 2025 წელს 20 წლის იუბილეს ზეიმობს. მე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერი და მივულოცო ყველა ადვოკატს ეს მნიშვნელოვანი მრგვალი თარიღი, რა თქმა უნდა, ქართული ადვოკატურა 10-ობით 20 წელს ითვლის, თუმცა როგორც ასეთი ინსტიტუციონალური მოწყობის კუთხით 20 წელი შეუსრულდა ამ პროფესიულ გაერთიანებას. ერთგვარი სიმბოლიზმიც არის, რომ წელს არის სწორედ რიგით შემდგომი არჩევნები პროფესიულ გაერთიანებაში. მე მინდა ყველა კოლეგას სწორი არჩევანი, მშვიდობიანი არჩევნები და შემდგომი განვითარება ვუსურვო. რაც შეეხება თქვენს საკითხს, მე მოდით ვიყოდი, რომ სწორი იქნება აღინიშნოს და მადლობა ყველა იმ ღირსეულ კოლეგას, ყველა იმ ჩვენს ადვოკატს, ვინც ამ დაუღალავი შრომით მოიტანა პროფესიული გაერთიანება, მისი ერთობა დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გამოწვევის წინაშე მდგარა პროფესიული გაერთიანება და პროფესია ადვოკატი, არაერთი იმგვარი გამოწვევის წინაშე, რასაც ერქვა დამოუკიდებლობის დაკარგვის რისკი, დაშლა პროფესიული გაერთიანების. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს იგივე 2009 წლის არჩევნები, როდესაც პირდაპირ პროფესიულ არჩევნებში იმ ეტაპზე მართველი ძალა პოლიტიკური ინტერესით იყო ჩართული ამ არჩევნებში და მაშინ ყოფნა არ ყოფნის საკითხი იდგა პროფესიული გაერთიანების და დამოუკიდებლობის პროფესიის და მაშინ აირჩია ადვოკატთა ერთობამ ყოფნა და სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მოვედით დღემდე შევინარჩუნეთ ეს ერთობა, თუმცა დღესაც არაერთი რისკია ამ მიმართულებით და დღესაც არის არაერთი გამოწვევა. თქვენ კითხოს რომ ძალიან კონკრეტულად დაუბრუნდეთ, თუმცა მოდით თქვენ დისკრედიტაციის თაობაზე ისაუბრეთ და მე არ დამეზარდე
განვითარება კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აი დარჩა 2 დღე დაახლოებით, ხო, დღეს არის ხუთშაბათი, ხოლ არის პარასკევი, შაბათია და კვირას არის არჩევნები. 40 საათია დარჩენილი. ველი უბინძურეს სილისამეებს, აი აქ ვარ, მე აქ ხართ თქვენ და აქ არის ყველა. ჩვენ ნახავთ, რომ არაერთი მცდელობა იქნება ანგაჟირებული მხარის და მათი მხარდამჭერების მხრიდან, რომ დეზინფორმაციული კამპანია აგურდეს, რათა მოხდეს ადვოკატების ნებაზე გავლენის მოხდენა, მაგრამ მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ გამოგივათ. არ გამოგივათ და დაუშვებელია მსგავსი მიდგომები. ბატონო, როდესაც საუბრობთ ამ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, ვის გულისხმობთ? მოგახსენებთ ახლა, მე ვიყავი პირველი კანდიდატი, რომელიც ოქტომბრის თვეში, 2 ოქტომბერს საჯაროდ გამოვიდა საჯარო სივრცეში და განაცხადა, რომ აქვს ინტერესი ვიყარო კენჭი თავმჯდომარის პოზიციაზე. მე 2 ოქტომბერს მათ შორის გავაკეთე განცხადებაში მითითება და მოვუწოდე ყველა შემდგომ კანდიდატს და ზოგადად თითოეულ ადვოკატს, რათა დავიცვათ მაღალი პროფესიული ეთიკური სტანდარტები წინა საარჩევნო პერიოდში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გვჭირდება არა მხოლოდ ჩვენ კანდიდატებს, არამედ ეს სჭირდება იმ პროფესიას, რომელი პროფესიის წარმომადგენლებიც ვართ თითოეული ჩვენთაგანი. ჩვენს უკან ჩვენი პროფესიის კეთილი სახელი, ჩვენს უკან ჩვენი პროფესიული რეპუტაცია, ჩვენ გვიყურებს საზოგადოება, ალბათ ამეთანხმებით, ჩვენ გვიყურებს როგორც მედია, ასევე ჩვენი მოქმედი თუ პოტენციური მომავალი კლიენტები, მართსაჯულების რგოლის სხვა აქტორები და რა თქმა უნდა, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის მიმართ მიდგომები იყოს ძალზედ ცივილური, ეთიკური. კოლეგებიდან გულისხმობთ ამ დეზინფორმაციულ მათ შორის, რა თქმა უნდა, თქვენ ალბათ აკვირდებით, თქვენ კითხვას ახლა რო დავუზუსტდე, ხო, თქვენ აღნიშნეთ, რომ არის გარკვეული ამ შემთხვევაში გაჟღერებული საკითხთა წრე, რომ შეიძლება არჩევნები გაყალბდეს. აი მაგალითად დავსვათ ძალიან მარტივი საკითხი, რას ნიშნავს არჩევნები გაყალბდეს? ან ვის ინტერესში უნდა შედიოდეს? ან ვის ინტერესში უნდა შედიოდეს მსგავსი აპელირებები? მოდით ასე ვთქვათ. ეს დადგენილი პრაქტიკაა. მსოფლიო მასშტაბით, განსაკუთრებით საქართველოში ეს ბოლო პერიოდი შეგვიძლია არაერთი შემთხვევა გავიხსენოთ, როდესაც ნებისმიერ არჩევნებში მონაწილე სუბიექტი, ვისაც აქვს გააზრებული, რომ პოზიტიურ შედეგს ვერ დადებს, ის წინსწრებით აცხადებს, რომ არჩევნები ყალბდება. მსგავს შემთხვევას ამ გვაქვს ჩვენ შემთხვევა. ერთ-ერთი კანდიდატის მხრიდან არის გაკეთებული კონკრეტული მითითებები. აი მაგალითად, გავეცნოთ ადვოკატთა ასოციაციის საინფორმაციო გზავნილებს, რაც დაიდო კონკრეტული კანდიდატის მხრიდან გავრცელებული დეზინფორმაციის შემდეგ პასუხად. მაგალითისთვის მე არ ყოფილვარ არ ვარ მართველი საბჭოს წევრი, არც იმ სხდომაზე არ ვიყავი მისული, მაგრამ ერთ-ერთი კონკრეტული კანდიდატი, რომელიც იყო მისული აღმასრულებელ საბჭოზე, აყენებდა საკითხებს, რომ პირველი რამდენადაც მე გავეცანი, მე საჯარო ინფორმაციას მოდით დავადგინოთ მარკირების სითხით ადვოკატების ამ შემთხვევაში მარკირება. ამას არ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა, ანუ აპრიორი იცოდა, რომ ამაზე მიიღებდა აღმასრულებელი საბჭოს უარს. შემდგომი მოთხოვნა იყო ხმოვანი აპარატების სისტემის დანერგვა. მე დღემდე ვერ გავიგე რა ხმოვანი აპარატებზე არის საუბარი, ვერც კანდიდატის განცხადებაში და საერთოდ ვერ ხვდები რაზეა საუბარი, ანუ აპრიორი იცოდა, რომ ამაზეც მიიღებდნენ უარს, იმიტომ რომ მას არეგულირებს. არც ადვოკატთა კანონი, არც გამოცდილება არ არსებობს და არც ამ შემთხვევაში წესდება არ ითვალისწინებს. იყო შემდეგი მოთხოვნა, რომ ბიულეტენში თავმჯდომარეობის კანდიდატების გვერდზე იყოს გუნდი მითითებული. ამასაც არ ითვალისწინებს. საერთოდ ეს გუნდებად დაყოფა წინა საარჩევნო სტანდარტებში არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, ანუ ნახეთ რა მინდა დაგანახოთ. აპრიორი იყო ისეთ საკითხთა წრე დაყენებული, რაზეც რა თქმა უნდა კანდიდატმა იცოდა, რომ იქნებოდა უარი და შემდგომ უკვე გამოიყენებდა ამაზე, იტყოდა, რომ აყალბებენ არჩევნებს. ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია პროფესიის, მათ შორის პროფესიული გაერთიანების კეთილი სახელის და გამართლება საკუთარი წაგების. პირდაპირ შემიძლია გითხრათ. და ერთი ნიუანსი ეკა და ახლავე შემდეგ კითხვასაც ავიღებ, აი ეს გუნდებად დაყოფა. ვის ინტერესში უნდა იყოს საერთოდ პროფესიის შიგნით ასეთი დაპირისპირება? ნებისმიერ იმ ძალის, ვისაც ძლიერი ადვოკატურა არ უნდა საქართველოში. იგულისხმობ მხარდამჭერები ადვოკატები. მათ შორის ესეც არ შეიძლება, რომ ჩვენ ვიყოთ ხელშემწყობები მხარდამჭერი ადვოკატების გუნდებად დავყოთ ეს ერთიანი პროფესია. მე გახლდით ერთადერთი კანდიდატი ვარ, ვინც ყველაზე ბოლოს მას შემდგომ რაც სხვა კანდიდატებმა შემოგთავაზეს გუნდურ სისტემად დაყოფა და გუნდებად გამოსვლა არჩევნებში, მე შევქმნი გუნდი და მე მოვიგებ ამ გუნდით ამ არჩევნებს, თუმცა ვიქნები არჩევნების შემდგომ არჩევის შემთხვევაში ყველას თავმჯდომარე თანაბრად და ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულება იქნება, რომ ეს პროფესია იყოს გაერთიანებული და მინიმუმამდე დავიყვანოთ და ეს თითოეულ ადვოკატზეა დამოკიდებული და მე მივმართავ ჩვენ კოლეგებს თითოეულ ჩვენს ქცევაზე და ქმედებაზე და ურთიერთმიმართებაზე არის დამოკიდებული, რამდენად ჩვენ შევძლებს და შევინარჩუნებთ პროფესიულ ერთობას. იყო ეს ტრადიცია, ბატონო ირაკლი, როდესაც საუბრობთ ამ
გუნდებთან დაკავშირებით ადრე როგორ იყო, ანუ ეს ტრადიცია არსებობდა და თქვენ ახლა ამის რაღაცა გამოსწორება გინდათ თუ პირიქით? მე გზავნილი მაქვს, რომ ჩვენ იმ დოზით არ უნდა მოვახდინოთ ერთმანეთთან დაპირისპირება, რომ პროფესიული კუთხით თანაცხოვრებაც გაჭირდეს ერთმანეთთან კოლეგიალური. თორე რა თქმა უნდა, საარჩევნო მიზნებისთვის გუნდური არჩევნების გზით კანდიდატების პოზიციონირება არ არის ახალი, თუმცა ის მოთხოვნა რომ ვიღაცას უჭერს ხარს და ვიღაცა არა. თუმცა ის მოთხოვნა რომ ბიულეტენში გუნდები დაფიქსირდეს, ამას არ იცნობს არც ადვოკატთა შესახებ კანონი, არც წესდება და აი ამ სახის მოთხოვნის დაყენება აპრიორი რომ იცი რომ უარი იქნება მიღებული და მე ამისი თქმა რომ აი ამიტომ ხელი გვეშლება ჩვენ ეს არის. რადგან არჩევნებზე საუბრობთ, მოდით აქვე მინდა კითხოთ უბრალოდ შესაძლო გაყალბება და რასაც თქვენი ოპონენტები საუბრობდნენ, როგორი იყო პრაქტიკა წინა არჩევნების ჩატარების? ანუ ეხლაც ადვოკატთა ასოციაციაში იგივე პრაქტიკით, როგორც ვიცი, ტარდება არჩევნები ელექტრონულად. ხო, ესეც რო გითხრათ, ანუ თუ მაშინ არ იყო, თქვათ, რაღაცა პრეტენზიები, რატომ გახდა დღეს? გასაგებია, რომ თქვენ ამასაც უკავშირებთ, რაზეც ვისაუბრეთ ახლა, მაგრამ რატომ არ იყო წინაზე მაშინ პრობლემა? როგორ ფიქრობთ? ვერ გეტყვით, იცით, ნახეთ, მე ვხედავ ძალიან მარტივად. ნებისმიერი ის ძალა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ არა აქვს მხარდაჭერა, აკეთებს პროპაგანდირებას იმის, რომ გაამართლოს შემდგომ საკუთარი წაგება. აღარაც შეეხება თქვენ შეკითხვას. 2021 წელსაც სწორედ ელექტრონული ხმიზამთვლელი აპარატის გამოყენებით ჩატარდა ადვოკატთა ასოციაციაში არჩევნები. არავის არ დაუშვია, რომ რაიმე ამ შემთხვევაში გაყალბდებოდა. დღეს რატომ არის ეს მოლოდინი ვერ გეტყვით, თუმცა ალბათ იმის გათვალისწინებით, რომ 2021-ში დღეს მოქმედი თავმჯდომარე ხელმეორედი ყრიდა კენჭდა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, დღეს უკვე პოზიცია თავისუფლდება და სტანდარტულად რომ გავიხსენოთ ჩვენ ადვოკატთა ასოციაციაში ძალიან ხშირია ხოლმე ესეთი შემთხვევა, იგივე შეიძლება ვთქვათ 2009-ში, როცა ახალი თავმჯდომარე იყო ასარჩევი, 2017-შიც, როცა ახალი თავმჯდომარე იყო ასარჩევი, საკმაოდ ხმაურიანი დაძაბული არჩევნები იყო. ეს გასაგებია, უბრალოდ მე მოვუწოდებ ყველა კოლეგას, რომ დავიცვათ გარკვეული სტანდარტები და არ გადავიდეს ეს ყველაფერი პერსონალურ ანუ როგორც გავარკვიეთ, იგივე სტანდარტით ტარდება ეხლა არჩევნები. უფრო მეცაც გეტყვით. ელექტრონული მთვლელი აპარატის შედეგების გადათვლის შესაძლებლობას ითვალისწინებს რეგულაციები, თავმჯდომარის ხმები ხელით ითვლება შემდგომ. სად არის აქ აი როგორც ჩვეულებრივი არჩევნები ტარდება, ანუ ხა მსმენელებისთვის და მაყურებლისთვის რო იყოს გასაგები, როგორც ტარდება საპარლამენტო, საპრეზიდენტო, აი იგივე აპარატური, რომელიც თქვენ CSGO-დან გამოითხოვეთ და იმ აპარატურით ტარდება არჩევნები. უფრო მეტიც, მე რამდენადაც ვადევნებ თვალყურს ადვოკატთა ასოციაცია დგამს ნაბიჯებს, რომ უზრუნველყოს გამჭვირვალე პროცედურა, მოწვეულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დამკვირვებლად, ევროკავშირის წარმომადგენლები, დარეგისტრირების საშუალება ჰქონდათ და დარეგისტრირდნენ არაერთი დასადამკვირვებლო ორგანიზაციები, მათ შორის თავმჯდომარეებს ყავს დამკვირვებლები ნომინირებული, ასე რომ ყველაფერი გამჭვირვალედ არის, ონლაინ გადაიცემა დარბაზში არჩევნების პროცესი. აქედან გამომდინარე, მსგავსი ტიპის განცხადებები არის დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა, გარდა იმისა, რითაც დავიწყეთ რაღაც დაბამაგვიტყვი, ვისაც აქვს სუსტი პოზიციები, ის თავიდანვე ცდილობს, რომ გაამართლოს საკუთარი გარდაუვალი მარცხი. რამდენი არის წევრი, ანუ ამომრჩევოს გუნდს? ადვოკატთა ასოციაცია არის ყველაზე დიდი კორპორაცია საქართველოში და პროფესია რეგისტრირებული ამ შემთხვევაში CET ნომერი დაახლოებით 11,000-ზე მეტია გაცემული, თუმცა მოქმედის ადვოკატის სტატუსით სარგებლობს დაახლოებით 6,000 წევრი კოლეგა. საკმაოდ დიდი კორპორაცია არის. აქაც არის კოტირება კი არა და თქვათ წესი, რამდენი მიიღებს მონაწილეობას, როდის ყველა თანაბრობა და თანასწორობა არჩევნები ჩატარებულად. ყველა სტატუსის მქონე, მოქმედის სტატუსის მქონე ადვოკატს აქვს ხმის უფლება. კი ბატონო. მოდით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მთელი ამ დღეებში გვიწევს უბრალოდ მოსმენა ადვოკატებისგანაც და იმ ადამიანებისგან, რომლებიც შორს არ არიან ამ პროფესიისგან. ეს არის პოლიტიზირების საკითხი ასოციაციის. ეხლა ვისაუბრეთ ცილის წამებაზე და ეს თემაც რა თქმა უნდა არის ძალიან საინტერესო. თქვენ ამბობთ, რომ ასეთი მცდელობა, რომ აქვთ პოლიტიზირების, ადვოკატების თქვენ საარჩევნო პროგრამაშიც პრინციპში გაქვთ ეს, რომ ეს ვერ მოხდება და არ მოხდება. თუმცა მე მოვისმინე რამდენიმე ადვოკატის, მათ შორის კანდიდატების თავმჯდომარეობის საუბარი იმ შესახებ, რომ ეს ცოტა არ იყოს შეუძლებელიაო, რომ ასე პოლიტიკისგან დაიცალოს მთლიანად ასოციაცია, ანუ ადვოკატი.
თქვენ როგორ ფიქრობთ ამას ეთანხმებით ან როგორ აპირებთ რომ აპოლიტიკური გახდეს ასოციაცია ამაზეც რომ გითხრათ მოგახსენებ ძალიან დიდი მადლობა საკითხის ამოწევისთვის ნახეთ მე მინდა ურად დავყო ჩვენი სასაუბრო საკითხი ინდივიდი ადვოკატი და ინდივიდი ადვოკატების ერთობა პროფესიული გაერთიანების სახით მე არ ვამბობ მე შემიძლია ვთქვა რომ ციტირებ და მათ შორის გავიმეორებ საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს მათ შორის ვენეციის კომისიის არაერთ მოსაზრებასა თუ არაერთ დოკუმენტში არის გაწერილი რომ პროფესიული გაერთიანება წევრთა ერთობა უნდა იყოს აპოლიტიკური ხოლო პოლიტიკის ამ შემთხვევაში ინტეგრირება და პოლიტიზირება პროფესიული გაერთიანების რისკს უქმნის პროფესიული გაერთიანების ნეიტრალიტეტს რაშიც მდგომარეობს კიდეც პროფესიის სიძლიერე. უფრო მეტი შემიძლია ვენეციის კომისიის კიდევ ერთი მოსაზრების კონკრეტული პუნქტის ციტირება მოვახდინო, რომ პოლიტიზირება პროფესიული გაერთიანების იწვევს მსგავსი გაერთიანებების პოლიტიკურ კლუბად ქცევას. მე მგონი გასაგებია, ხო? ევროპული სტანდარტია ის, რასაც მათ შორის მე მოვუწოდებ ყველას და თავმჯდომარედ პროფესიული გაერთიანების. ახლა რაც შეეხება კონკრეტულ ადვოკატს, ამას ახლა შევეხებ. ის შეიძლება იყოს ახლა რაც შეეხება მაგას შევეხებ, თუმცა ეს ინსტიტუციონალური ერთობა საკითხი რომ ამოვწურო. მე თავშივე განვაცხადე, მათ შორის ჩემს საპროგრამო მიზნებშიც არის გაწერილი, რომ ჩემი თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში მე არ დავუშვებ პროფესიული გაერთიანების პოლიტიზირებას და პოლიტიკური ინტერესების გატარებას პროფესიულ ასოციაციაში. ეს ვერ იქნება ფილიალი რომელიმე აქტივის, ეს არის დაუშვებელი. ამას ამბობს მათ შორის ევროპული საუკეთესო სტანდარტები. უფრო მეცაც მოგახსენებთ. ეს გაერთიანება აერთიანებს თავის თავში, როგორც უკვე აღნიშნეთ, 11,000-მდე წევრს. ხოლ კიდე უფრო მეტი იქნება და წლებთან ერთად ეს რიცხოვნება იზრდება. რა თქმა უნდა, ინდივიდი ადვოკატი თქვენ შეიძლება ნახოთ, რომ არის ნებავთ ერთი ან მეორე ან მესამე ან მეშვიდე პოლიტიკური პარტიის მიმდევარი ან მომხრე. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, აბსოლუტურად ბუნებრივი და ეს ჩვეულებრივი რამ არის. ვერავინ ვერ შეზღუდავს ინდივიდი ადვოკატის პოლიტიკურ სიმპათიებს, ხოლო ინსტიტუციონალურად თავმჯდომარე და მართველი გუნდი ყოველთვის ვიდგებით სწორედაც ნებისმიერი ინდივიდი ადვოკატის გნებავთ პოლიტიკური ნიშნით ან გნებავთ ნებისმიერი ნიშნით უფლებების დარღვევის სადარაჯოზე, რომ ამას ადგილი არ ჰქონდეს. და რაც შეეხება ინსტიტუციონალურ აპოლიტიკურ სტატუსს, ამას აღარ გავიმეორებ, ევროპული სტანდარტი არის, ვენეციის კომისიაც მოგვიწოდებს და ძალიან მიკვირს გითხრათ სიმართლე, მსგავსი არგუმენტაციით манипуლირება, რაც მიტოვებს შტაბ-ჭრილობას მე პირადად და ალბათ ყველა ადვოკატს, ვინც არ არის მხარე და არა აქვს რაღაცა დაინტერესება, ან არ იყენებს ამ არგუმენტს პოლიტიკური მიზნებისთვის, ან საარჩევნო მიზნებისთვის, რომ ეს არის მიზანმიმართული ამ შემთხვევაში აქცენტირება, რომ ასოციაციის ნეიტრალური სწორი პოზიცია იქნეს აღქმული სისუსტეთ ამ მომრჩევლის თვალში. უფრო მეცაც გეტყვით, ეგ ნახეთ, როდესაც იგივე ევროპული სტანდარტი ამბობს, რომ ადვოკატთა ასოციაციის აპოლიტიკურობაში არის მისი სიძლიერე, ძალიან მარტივი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ. სადაც კი პოლიტიკური ინტერესი ერევა და პროფესიაში ცდილობს ამ შემთხვევაში ხელის ფათურს, იქ პროფესია ინგრევა. თამამად შემიძლია გითხრათ, როდესაც ჩვენ იგივე 2009 წლის არჩევნები აღვნიშნეთ, ხო? სადაც პოლიტიკას ჰქონდა ინტერესი, რომ არჩევნების შედეგების манипуლირება მოეხდინა. ახლა გავაგრძელებ მაგ საკითხზე. 2012 წლამდე 150-მდე ადვოკატი იყო დაკავებული პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზეზით, დიდწილად. სააკაშვილის ხელისუფლება. დიახ. იმ დროს მათ შორის სახელმწიფო ბრალდების არაერთი კოლეგა დღეს ადვოკატია. მე მგონი კარგად უნდა ახსოვდეს. მე მახსოვს, ჩვენ გვახსოვს. ახლა ისი თქმა მინდა იცით? 2012 წლიდან დღემდე და მათ შორის ბოლო 8 წლის მანძილზე გაგვიჭირდება ჩვენ რომ მოვიხსენიოთ სტატისტიკა და გავიხსენოთ ადვოკატი პროფესიული საქმიანობის მიზეზით რომ დღეს სასჯელს იხდიდეს შესაბამის პენტენციალურ დაწესებულებაში. კი რა თქმა უნდა და სამწუხაროა რომ შეიძლება ადვოკატებს რაიმე სხვა ტიპის დარღვევის გამო პირადული საოჯახო თუ ნებისმიერი სხვა ტიპის ქმედების გამო ვინმე იხდიდეს სასჯელს, ამაზე არა აქვს საუბარი, მაგრამ პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო შეგიძლიათ მითხრათ მაგალითისთვის დღეს ამ 8 წლის მანძილზე ადვოკატი, რომელიც თამამი არ არის თავის განცხადებებში და არ იცის რომ მისი გამოხატვის თავისუფლება როგორც ადვოკატის არის
დაცული 2012 წლამდე მაგალითად არაერთი ჩვენი კოლეგა საასჯელს იხდიდა სწორედ იმის გამო რომ თამამად თავის პროფესიულ საქმიანობას ანხორციელებდა. უფრო მეტიც შიში იყო ცითამამის. მე ძალიან მიხარია და მე ვაპირებ ვიყო თავმჯდომარე თამამი ადვოკატების და ძლიერი პროფესიული გაერთიანების, რომელი პროფესიული გაერთიანებაც ძლიერად დაიცავს თითოეული ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ცითამამეს თავისი მარწმუნებლების სასარგებლოდ. მაშინ რაზე საუბრობს მაგალითად მაიამ წარიაშვილი, როდესაც ქალბატონი მაიამ წარიაშვილის ჰარმონიაშია ხელისუფლებასთან არაერთი წელია ადვოკატის იცით რა ქალბატონი რეკა მე შემილია მოგახსენოთ რომ პატივს ვცემ გნებავთ მაიამ წარიაშვილის და გნებავთ ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას. აზრი ყველა შეიძლება ჰქონდეს. რაზე ვეკამათოთ? ადამიანი არის კონკურენტი, კონკრეტული ამ შემთხვევაში საარჩევნო გეგმით არის გამოსული, მე არგუმენტებით ვსაუბრობ. რა ითვლება, მაგრამ ჰარმონია ვერ გეტყვით. აი რაზე შეიძლება? დააზუსტოთ, მე გავიცანი ქალბატონი მაიას განცხადებას და მათ შორის მაგაზე იყო საუბარი, რომ პოლიტიკური არად როგორ შეიძლება პროფესიული გაერთიანება იყოს ნეიტრალური. გაიცანით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს და ნახავთ როგორ შეიძლება იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური. გაიცანით და წაიკითხეთ და ნახეთ, სადაც წერია პირდაპირ. პოლიტიკური მდგენელის შესვლა პროფესიულ გაერთიანებაში მას აქცევს პოლიტიკურ კლუბად. კარგავს პროფესიული გაერთიანება ნეიტრალიტეტს. წერტილი. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ ეკა, რაც არ უნდა უნდოდეს მავანს. პოლიტიზირება მოახდინოს პროფესიული გაერთიანების. არ გამოუვა. ვინც კი პოლიტიკური დროშით მოსულა, გნებავთ 2009 წელს ადვოკატ ასოციაციის არჩევნებში, მან წააგო არჩევნები და ვინც პოლიტიკური დროშით მობრძანდება, ან მოახვალ, ის წააგებს არჩევნებს ადვოკატთა ასოციაციის როგორც თავმჯდომარის, ასევე ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში. ამას არ დაუშვებთ ადვოკატები. მე პირადად თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში ცალსახად შემიძლია გითხრათ, ვიქნები ძალიან ხისტი, ვიქნები ძალიან თამამი, თითოეული ადვოკატის უფლებების დაცვის სადარაჯოზე. მათ შორის პოლიტიკური ნიშნით თუ მოხდება რომელიმე ჩემი წევრი კოლეგის დევნა ან შევიწროება, რა თქმა უნდა, ადვოკატთა ასოციაციის ხმა იქნება ყოველთვის ჟღერადი, ხმამაღალი ნებისმიერი ადვოკატის დაცვის მიზნებისთვის. ეს არის აქსიომა, ამას ვემსახურებით ჩვენ და სხვათა შორის. ეს ამ საარჩევნო წინა საარჩევნო პერიოდში ძალიან კარგად გამოვლინდა, მათ შორის ჩემი თანამოაზრეების კონკრეტული პოზიციონირებით, გნებავთ გუშინდელი და გუშინწინდელი მოვლენებისას, როდესაც ჩვენ ერთ-ერთი კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ არაერთი საჯარო პოსტიც დავდეთ და დავიცვით ადვოკატი. თუმცა სამწუხაროდ მე მსგავს ქმედებას ვერ ხედავ მათი მხრიდან. მე მინდა კოლეგებს მიმართოთ, რომ კოლეგებო 2025 წლის დეკემბრის თვით არ დაწყებულა არც დასრულდება ჩვენი პროფესიული საქმიანობა. მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შევინარჩუნოთ კოლეგიალური ურთიერთობები და გავუფრთხილდეთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენს პროფესიის კეთილ სახელს. ანუ თქვენ ამბობთ რომ დღეს მაგალითად დღეს არსებული ვითარება ქვეყანაშიც იძლევა იმის საშუალებას რომ ადვოკატები იყვნენ ადამიანის სამსახურში ჩართული და არა პოლიტიკის და რადგან ამ ხრივ არსებობს ხომ ძიმე გამოცდილება, რაზეც თქვენ ახლა საუბრობდით და ამას დანამდვილებით ამბობთ, რომ ეს შესაძლებელია. მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ადვოკატების მხრიდან პროფესიული საქმიანობის განხორციელება საკანონმდებლო დონეზე არის უზრუნველყოფილი, პრაქტიკული თვალსაზრისით სადაც კი არის დარღვევა, უნდა იყოს მყისიერი რეაგირება და მე ჩემი ნაწილში როგორც თავმჯდომარეობის კანდიდატ შემიძლია ცალსახად საჯაროდ კიდევ ერთხელ დავაფიქსირო მზაობარო. თუ რაიმე ნიშნით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა ნიშნით, ადვოკატის საქმიანობას ხელი შეეშლება, იქ იქნება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. ერთი დეტალი ეკა, მე მაქვს ესეთი პრინციპი, რა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის გავაჟღერო. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თითოეული ადვოკატის გვერდი და თითოეული ადვოკატი თავმჯდომარის მხარდამხარ. აი მაშინ ჟღერს ძლიერად პროფესიის ერთობის ხმა ნებისმიერი აქტორის წინაშე. უფრო მეტიც, ჩემი საარჩევნო ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი გეგმა არის კიდევ უფრო გავაძლიეროთ ადვოკატის უფლებების დაცვა, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე. თქვენ გახსოვთ ალბათ და მე მაგიტომ გავიხსენე უახლოესი წარსული. მათ შორის 2012 წლამდე რა მდგომარეობა იყო. 2012 წლის შემდგომ მათ შორის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რა მძიმე მდგომარეობა იყო, შევიდა ცვლილება და გაიწერა 364 მუხლში სისხლის სამართლის კოდექსის, რომ საადვოკატო როგორც თქვენ ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევა, ასევე ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა არის დასჯადი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით. ამას
უნდა უზრუნველყოფდეთ ამ სტანდარტის მაღალ დონეზე დაცვას. ამის სამსახურში ადვოკატთა ასოციაცია უნდა იდგეს და მე თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში ვიდგები. უფრო მეტიც, უახლოეს წარსულში მარტის თვეში ამ წლის ევროპის საბჭომ მოახდინა ადვოკატის უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირება. მე გახლავართ კანდიდატი, რომელიც გამოვიდი ინიციატივით ყოველგვარი საარჩევნო პროპაგანდის გვერდზე გადაწევით, იმიტომ რომ ეს გასაკეთებელია, ვინც არ უნდა იქნეს არჩეული თავმჯდომარე, მას მოუწევს ამაზე მუშაობა საქართველოს სახელმწიფოსთან და მოთხოვნა იმისა, რომ მოხდეს საქართველოში ამ კონვენციის რაც შეიძლება დროული რატიფიცირება. რატომ იცით? იმიტომ რომ ეს არის ადვოკატის უფლებების დაცვის შესახებ კონვენცია და ეს იქნება დამატებითი დაცვის ბერკეტი და საერთაშორისო კონვენციით იქნება დაცული ქვეყნის შიგნით ადვოკატის უფლებები და მე სწორედ ამ ინიციატივით გამოვიდი და მინდა გითხრათ, რომ ამ წინა საარჩევნო პერიოდში მე მოვიარე მთელი საქართველოს შევხვდი არაერთ ადვოკატს, ასობით ადვოკატს და მათ შორის შესაბამისი პეტიცია მიმართვის ტექსტიც გავამზადეთ ჩემმა თანამოაზრეებმა და ყველა ადვოკატმა, ვისაც კი მე შევხვდი, ხელია მოაწერეს, რომ ჩვენ და მე უკვე თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში მაქვს მანდატი და უფლებამოსილება მათი სახელითაც ძალზედ ხმამაღლა გავაჟღერო და მოვითხოვო საქართველოს მხრიდან ამ კონვენციის რატიფიცირება, იმიტომ რომ ჩვენ ვიყოთ უფრო მეტად დაცული კანონის დონეზე, ხოლო სადაც კანონი დაირღვევა, იქ ყოველთვის იდგება ადვოკატთა ასოციაცია, მისი თავმჯდომარე და მთელი აპარატი. ძალიან საინტერესოა თქვენი მხრიდანაც მოგვესმინა, როდესაც ეხლა ამ თემაზე საუბრობდით, ძირითადად რა კანონი ირღვევა ადვოკატის მიმართ, როგორ ხდება, აი ხომ არ გვეტყვით კონკრეტულად რა შემთხვევებთან მქონია საქმე და რისი დაცვა არის სუპრიანი დღეს. ნახეთ, ძალიან თამამად უნდა გითხრათ და შეიძლება უკვე ნაწილობრივ პროგრამასაც შევეხო. ხო, უნდა შევეხოთ ამ პროგრამაზე, მაგრამ ძალიან საინტერესოა თქვენ ამაზე ისაუბროთ, იმიტომ რომ რა უპირატესობები გაქვთ თქვენ სხვა კანდიდატებთან მიმართებაშიც, აი ამაზეც. სანამ კიდევ ერთი-ორი თემა მინდა თქვენთან. უპირველესად მე მინდა დავაფიქსირო დიდი პატივისცემა ყველა კანდიდატის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით მთლად ჯანმრთელი წინასაარჩევნო პროცესი არ მიდის, თუმცა მე ბოლომდე ვინარჩუნებ ეთიკურ სტანდარტს და გარკვეული თმენის ვალდებულება გვაკისრია და ამას ჩვენ ვასრულებთ. თუმცა გულისწყენი შემილია ნამდვილად გითხრათ, რომ ანალოგიურს ვერ ხედავ სხვა კანდიდატების და მათი მხარდამჭერების მხრიდან, თქვენ რო შეხვიდეთ სოციალურ ქსელში, ნახავთ, რომ არც ერთი ჩვენი კანდიდატის, ჩემი გუნდიდან, ჩვენი თანამოაზრეების არც ერთი საჯარო განცხადებას არავინ არ ტოვებს გამოხმაურების გარშე პერსონალურ შეურაცხყოფამდე დადიან. რასთან ხალხო შეხება? ვინ იქცევა ასე? ის, ვინც ძალიან კარგად იცის, რომ წააგებს არჩევნებს. ესე იქნება. ახლა რაც შეეხება პროგრამას. თავში უკვე აღვნიშნე, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი არის, თუმცა სანამ პროგრამა შევხები რა არის განსხვავებაო. ნახეთ, უხერხული იქნება, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ არასწორად არ იქნას აღქმული, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი საარჩევნო გუნდი, როგორც თავმჯდომარის, ასევე სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში არის დაკომპლექტებული გამოცდილების მქონე, ინსტიტუციონალური, მათ შორის შენების გამოცდილების მქონე და პროფესიული გამოცდილების წყლობით, ათობით წლობით პროფესიული გამოცდილების მქონე ადვოკატების. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვაფიქსირებ დიდ პატივისცემას ყველა კანდიდატის მიმართ, თუმცა მე მგონია, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მართლა ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს და ამ მიმართულებით ეს მინდოდა რომ ხაზი გამისვა. ახლა რაც შეეხება პროგრამას, ჩემი მთავარი ინტერესი არის, რომ და თავშევე მინდა აღვნიშნო ეკა ერთი და მნიშვნელოვანი განუხრელად ვიქნებით ადვოკატის უფლებების დაცვის სადარაჯოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ მიმართულებით 24/7-ზე ვიქნებით მომართული, რომ ადვოკატის უფლების დარღვევა არ შედგეს. თუმცა გადაიდგას მათ შორის უფლებრივი თვალსაზრისით, ადვოკატის პროფესიის უფლებრივი თვალსაზრისით გათანაბრება მართლმსაჯულების სხვა რგოლებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და მე მგონია, რომ ნამდვილად ამ მიმართულებით აქტიური. ნახეთ რა ნიუანსია არის სისხლის სამართალ წარმოებაში შეჯიბრებითობის სტანდარტი გასათანაბრებელი არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი არის. მარტივი მაგალითი. საკანონმდებლო დონეზე გულისხმობ. საკანონმდებლო დონეზე. ძალიან მარტივი მაგალითისთვის პროკურორის მიმართ, მოსამართლის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის აღძვრის უფლებამოსილება გააჩნია მთავარ პროკურორს. ადვოკატის მიმართ ეს უფლებამოსილება სისხლისამართლებრივი დევნის აღძვრის გააჩნია რიგით პროკურორს. სწორიც იქნება, რომ გავათანაბროთ ამ ნაწილში ადვოკატი, მოსამართლე და პროკურორი. ისეთი სტანდარტი, როგორც არის ადვოკატის ოფისის ჩხრეკის სტანდარტი, სტანდარტიზაციაც არ არსებობს, რომ ეს საკითხი იყოს დაცვის მაღალი სტანდარტით რეგულირებული, ხო? ამ მიმართულებით ჩვენ არჩევნების შემდგომ, არჩევის შემთხვევაში ძალზედ აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილი, რომ ერთი
იყოს დაცული ადვოკატის უფლებები, არ დავუშვათ რაიმე სახის ჩარევა ადვოკატთა ასოციაციაში, განსაკუთრებით პოლიტიკური ინტერესების და პოლიტიკური მდგენელის და მესამე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი მიმართულება არის, უზრუნველყოფთ არსებითად თანაბრობა ადვოკატის პროფესიის მართლმსაჯულების რგოლში. ისეთი სახის საკითხი დაწერე, როგორც არის სოციალური პაკეტის გაუმჯობესება ადვოკატებისთვის, ჩვენ გვინდა ამაზე ვიმუშაოთ და ეს ძალზედ მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ადვოკატთა ასოციაცია და მისი წევრები დღეს არიან განვითარების გზაზე შემდგარი და ჩვენ ამ განვითარებას უნდა მივაწვეთ ახლა ერთობლივად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგალითად ისეთი საკითხი დაწერე, როგორც არის ადვოკატის ჯანმრთელობის დაზღვევის უზრუნველყოფა. მე მაგალითად თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი რეგულირებას უნდა დაექვემდებაროს, ადვოკატების იმსახურებენ ამას, თუმცა ვერ ვიტყვი, მე მოვისმინე რამდენიმე განცხადება, რომ უფასო დაზღვევა ძალიან რთული არის იყოს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ფინანსებთან დაკავშირებული და მე მიკვირს ასეთი დაპირებების გაცემა, თუმცა დაპირებას ნამდვილად გავცემ იმ კუთხით, რომ ამაზე ვიმუშავებთ, რას ნიშნავს ვიმუშავებთ, იცით, რომ შევიმუშავოთ სხვადასხვა შესაძლო პაკეტები. მათ შორის ღირებულების სახით, რომ ორგანიზაციული ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლეოდეს, ისევე როგორც იძლეოდეს ამის საშუალებას ადვოკატის ინტერესის შემთხვევაში კონკრეტული პაკეტის შეძენის, მაგრამ ეს საკითხი არის ასამოქმედებელი, ისევე როგორც საპენსიო უზრუნველყოფა. ადვოკატის საპენსიო უზრუნველყოფა, ხო? აქაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, იმიტომ რომ მართლმსაჯულების რგოლი სასამართლო იქნება თუ სახელმწიფო ბრალდება, პენსიით უზრუნველყოფილია, რა თქმა უნდა, ადვოკატი დამოუკიდებელი თვითრეგულირებადი პროფესიაა და საპენსიო უზრუნველყოფის საკითხები უნდა იყოს რეგულირებული. ისეთი საკითხიც როგორც არის გადაიდგას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატის ადეკვატური და სამართლიანი შემოსავლის სინაპირობები. არ არის დღეს, ხო? და გაუმჯობესდეს არსებობს. მაგალითად ისეთი საკითხიც როგორც არის პირველ ინსტანციაში ადვოკატის სავალდებულო წარმომადგენლობა სამოქალაქო დავებზე. დღეს ეს სტანდარტი არ არსებობს, რაც აკარგინებს ადვოკატს კლიენტს, მარწმუნებელს, ანუ შემოსავალს. ეს დასარეგულირებელია. საგადასახადო რეგულაციები არის რა თქმა უნდა გადასახედი და დასარეგულირებელი სამართლიანად ადვოკატის ინტერესის გათვალისწინებით, მაგალითად იგივე დამატებითი ღირებულების გადასახადი, ნიხრი რამდენად არის ადეკვატური ან საერთოდ რატო უნდა იყოს DGG ადვოკატის საქმიანობის მიმართულებით ფიზიკური პირი ადვოკატებზე ვსაუბრობ, რეგულირებული გადასახადი და ასე შემდეგ. ანუ არჩევის შემდგომ ბევრია გასაკეთებელი და ჩვენ მზად ვართ ამ რუტინულ ტიტანურ შრომაში ადვოკატთა პროფესიული ინტერესების დაცვით ჩავერთოთ და ეხლა ამდენი ვისაუბრეთ, რომ ადვოკატების დაცვისკენ ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმას აპირებთ არჩევის შემთხვევაში. ძალიან საინტერესოა დღეს როგორ უყურებთ მდგომარეობას იმ ადამიანების, ვისი დაცვაც გიძებთ. ამ შემთხვევაში არის, თქვათ, სამართლებრივი ბაზა ისეთი, რომ აქაც ხელი შემშლელი პირობები არ გააჩნიათ ადვოკატებს, ამას როგორ უყურებთ? ანუ სრულყოფილად არის შესაძლებელი, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი დაიცვათ, მაგალითად, თუ რამე არის აქაც ხელი შემშლელი? ძალიან კაი კითხვა არის. ნახეთ, ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც ნამდვილად აქტიურად ვაპირებ მუშაობას, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივების მიმართულებით ადვოკატთა ასოციაციის ჩართვა. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გააჩნია ადვოკატთა პროფესიულ გაერთიანებას, თუმცა რა თქმა უნდა მოინახება და შესაძლებელია ეს ჩვეულებრივი რამ იყოს ამ ინიციატივის მქონე სუბიექტი, თუმცა ჩვენ გვინდა და გვაქვს სურვილი, რომ ყველა ის საკანონმდებლო ნაწილი, რომელიც ეფექტურად როგორც დაცვის უფლების განხორციელებას, ასევე მარწმუნებლების ინტერესებს, იმიტომ რომ პირდაპირ ეხება მათ შორის საადვოკატო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებასთან, გადაიდგას, შემუშავდეს ცვლილებები და ჩავერთოთ აქტიურად, სწორედაც აი ამ ფორმით საკანონმდებლო რეფორმის საქმიანობაში. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია და ეს არის ჩვენს მათ შორის საპროგრამო მიზნებში და ამოცანებში არჩევის შემდგომ. არჩევის შემდგომ რომ იყოს ადვოკატთა ასოციაცია ძალზედ აქტიური ამ კუთხით წარმოდგენილი საქართველოში. კი ბატონო, ბოლო დროს ცოტა დრო გრჩება და ესეც უნდა გკითხოთ, ყველაზე გახმაურებული საკითხი იყო ტელეფონების თემა. თქვენ ადვოკატებს აღარ შეუძლიათ, თქვათ, პროცესზე შეიტანონ ტელეფონები, თითქმის არც ერთ კანდიდატს ეს არ მოსწონს და ამაზე არის საუბარი. თქვენი მოსაზრება არის საინტერესო, ადვოკატისთვის ხელი შემშლელი ეს რატო შეიძლება იყოს და რა შეიძლება ამ კუთხით თქვენ მოიმოქმედოთ? ძალიან კაი საკითხია, სხვათა შორის, მოდით
გადავხედოთ მათ შორის ამ რეგულირებას, როგორ არის აღნიშნული რეგულირებული, მიმდინარე წლის ივლისის თვეში შევიდა ცვლილებები საერთო სასამართლო შესაძლებელი საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც აუდიო-ვიდეო გადაღების ნაწილის შეზღუდვა განხორციელდა, ისე როგორც შესაბამისი ბრძანება მიღებული, რომელიც არეგულირებს უკვე ახსულებას ამ ცვლილებების, თუმცა აქ არის ერთი ნიუანსი. ადვოკატს აღნიშნული არ შეხებია და არც შეეხება. ეს ცალსახად მინდა მე გავაჟღერო. ამ მიმართულებით ადვოკატთა ასოციაცია ყოველთვის იქნება ადვოკატის უფლების ადრაჯოზე. სხვათა შორის შემიძლია გითხრათ ბოლო განცხადება, რასაც მოვუსმინე მე პირადად პირველ არხზე მოამბეში საინფორმაციო გამოშვებაში სასამართლოს წარმომადგენლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადება, რომ აღნიშნული ცვლილება ავტომატურად ადვოკატს არ ეხება, თუმცა მანამდე განსხვავებული განცხადებები გაკეთდა, მაგრამ აი ბოლო იყო ის, რასაც მე პირადად მგონია, რომ უნდა შესრულდეს ისე როგორც დღემდე სრულდება, ადვოკატს არც ერთ ადვოკატს ეს პრობლემა არ დასდგომია და განმარტებები გაკეთდა, რომ შესაბამის საგამონაკლისო შემთხვევებში, როდესაც იქნება ამისი საჭიროება და ეჭვი, რომ შეიძლება რაღაცას ადგილი ჰქონდეს. თუმცა მე ცალსახად აღნიშნა. ეს ამ ნაწილსაც ინტერპრეტაციის საგანია, რა თქმა უნდა, ცალსახად ხაზგასმით აღნიშნავ, რომ 21 საუკუნეში დიჯიტალიზაციის ერაში, მაშინ, როდესაც ადვოკატი პროცესზე, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც ტომები არის, საქმის მასალები და ელექტრონულად გვაქვს ადვოკატებს საქმის მასალები, ეს არის საადვოკატო საქმიანობაში ჩარევა. ამას ადვოკატთა ასოციაცია ჩემი თავმჯდომარეობის შემთხვევაში არ დაუშვებთ და ვიქნებით აქტიურად ჩართული მათ შორის შესაძლო მსგავსი პრაქტიკის პრევენცირების მიმართულებით და ამ პრევენცირების მექანიზმები რა თქმა უნდა არსებობს და ამასთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ შესაბამის აქტორებთან და არა საჯარო პოსტებით და საჯარო განცხადებებით გავცვალოთ აზრი. მე ცალსახად შემიძლია გითხრათ პოზიცია რომ დაუშვებელია, ცალსახად შემიძლია გითხრათ რომ ჩემი თავმჯდომარე დარჩევის შემთხვევაში ამას ვერ მივესალმები და მივიღებ ყველა იმ სწორ ნაბიჯს, რაც ამ საკითხის სწორ რეგულირებას შეუწყობს ხელს. კი ბატონო, კიდევ ერთი ესეთი დელიკატური თემა ვისაუბრეთ პოლიტიკურ ჩაურევლობაზე და აპოლიტიკურობაზე, მაგრამ მე მესმის ეს დღეები, რომ აი ირაკლი ყანდაშვილიც არის ხელისუფლებასთან ასოცირებული, რომ თქვენი ოპონენტებიც ამაზე საუბრობენ, მედიიდანაც მოვისმინეთ ეს რა შეგიძლიათ თქვათ გააქარწყლოთ ეს მიუხედავად ის რომ მთელი გადაცემა ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ ეს. რატომ დადგა ეს აი ეს თემა ასე, რომ აი ვთქვათ არის ხელისუფლებასთან ასოცირებული? ვერ გეტყვით რა დადგა და რატო დადგა. მე არ ვიცი ვინ სად დგას, ან რის უკან, ან რის წინ. მე ვიცი მე სად ვდგავარ. მე ვიდექი მთელი ჩემი პრაქტიკის მანძილზე პროფესიის ინტერესებში და პროფესიის ინტერესების გვერდით და ვაპირებ ვიდგე პროფესიული ინტერესების გვერდით. ახლა რაც შეეხება მაგ საკითხს კიდევ უფრო რომ ჩავშალოთ. ნახეთ, მე ამიტომაც გავაკეთე განცხადება, გარკვეული გამოცდილება მალაპარაკებს წინა არჩევნებიდან გამომდინარე, როდესაც ძალა, რომელიც ამ შემთხვევაში იაზრებს, რომ არჩევნებს წააგებს, მას აქვს ინტერესი, რომ პროფესიაში მხარდაჭერილი კანდიდატი იქნეს მისი გადმოსახედიდან გამომდინარე ყველა შესაძლო საკითხით ამ შემთხვევაში გაქილიკებული. შესაბამისად, პროფესიულ ერთობაში და პროფესიაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ჩარევას ვერ მივესალმები და დაუშვებელია. ამას ამბობს მათ შორის ვენეციის კომისია. აქედან გამომდინარე, ოპონენტები სწორედ ამას ამბობენ, რომ აი პოლიტიკა არის ჩარეული. და ეს არის ძალიან მარტივად აღქმადი. მესმის რაცაცავთ ალბათ შეიძლება შესაძლო არის შიშები, რომ თქვათ ნებისმიერი კანონის მიღების შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან თქვენ არ გექნებათ ამაზე რეაქცია, ან თქვენ მოერიდებით რაღაცნაირ კრიტიკას ამ კანონების, თუნდაც ეს მიუღებელი იყოს. მე ასე აღვიქვი და გასაგებია თქვენი პოზიციაც, ხო? არ გაგჭირვებიათ არასდროს საუბარი ამაზე. არც ახლა არ მერიდება და არც გამიჭირდება. რაც არის პროფესიული ინტერესი და რაც შეეხება ადვოკატის საუკეთესო ინტერესებს, იქ ადვოკატთა ასოციაციის ხმა იქნება ყოველთვის ხმამაღალი. ხისტი, კონკრეტული და ცალსახა. ახლა ეგ საკითხი რომ დავასრულოთ, ნახეთ, პოლიტიკურ მდგენელთან დაკავშირებით. მე ნამდვილად შემიძლია ფაქტებით ვისაუბრო. ფაქტებით ვისაუბრო. ნოემბრის თვეში მაგალითად და დეკემბრის თვეშიც გრძელდება კამპანია კონკრეტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მხრიდან.
და კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან აფილირებული მედია საშუალებების მხრიდან ჩემს მიმართ მიზანმიმართული ამ შემთხვევაში შეტევა. რაც მე მაფიქრებინებს და ცალსახად მე ფაქტებით საუბრობ, ხო? შეგიძლიათ ნახოთ საჯარო სივრცე, სადაც კონკრეტული ოპოზიციური პარტიის აქტივი პირდაპირ პიროვნულად მეხება. უხერხული. თუმცა კითხულობ, ვიაზრებ. თამამად შემიძლია გითხრათ, აი ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ძალის პირდაპირი ჩარევის მცდელობა ადვოკატთა ასოციაციის წინასაარჩევნო და შემდგომ უკვე მმართველობაში. რატომ? იმიტომ რომ იმ პოსტებში ის პოლიტაქტივი პირდაპირ ამბობს, რომ მხარი უნდა დაუჭიროთ ადვოკატებო აი ამ კონკრეტულ კანდიდატს, ჩემცი არა ოღონდ იქ საუბარი, სხვა კანდიდატზეა საუბარი. რაში დასჭირდა ამ კანდიდატს? ამ ოპოზიციური ფლანგის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ მათ კითხოთ და მათ შორის დაისვას კითხვები, ეს ხომ არ არის ერთი ორკესტრირებული ინტერესი ასოციაციის არჩევნებში კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავის სახელი. აქ არის პროფესიული ინტერესი და აი აქეთ ამ მხარეს არის კონკრეტული ვიმეორებ პოლიტიკური ინტერესები კონკრეტული კანდიდატების სასარგებლოდ და წერტილი. კი ბატონო, და ბატონო, ბოლო წუთები შემიძლია მოგცეთ, აი არჩევნებია კვირას, თუ გინდათ რომ მიმართოთ, ან რაღაცნაირად მიმართვა გააკეთოთ თქვენი გუნდის მიმართაც. კიდევ მედიის საშუალებით ჩვენ გაძლევთ ამის საშუალებას. ერთ ნიუანსაც გამოვეხმაურები, ნახეთ, ბოლო მათ შორის პერიოდია მე დავაკვირდი, რომ როგორც კანდიდატები, ასევე ზოგადად ადვოკატები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ადვოკატთა ასოციაციით და მარტო ახლა გაახსენდა ყველა ადვოკატთა ასოციაცია. მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიც არის უძრავი ქონება თურმე ადვოკატთა ასოციაცია. ხა მე არ ვარ დღეს ადვოკატთა ასოციაციის მართველი რგოლი და მაგრამ რიგითი ადვოკატი ლოგიკა და აზროვნება და დოკუმენტაციის საკითხვა შემილია. ხო, მაგალითად უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არის საუბარი, რომ ადვოკატთა ასოციაციას თურმე უძრავი ქონება აქვს უკანონ დარღვევით შეძენილი და ყოფილიყვნენ იმ ოროთახიან ბინაში, სადაც იყვნენ. ერთი წამით რა. რამდენადაც მე გავიცანი დოკუმენტალურად ადვოკატთა ასოციაციის უძრავი ქონება მიწაც და მასზე არსებული შენობა ნაგებობა იმ კონკრეტული არაკომერციული იურიდიული პირის სახელზე, რომლის დამფუძნებელიც არის ადვოკატთა ასოციაცია. წერტილი, რა ვიცი, იურისტისთვის ეს თუ გაუგებარია, რას ნიშნავს, რა ვქნა ახლა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადვოკატთა ასოციაცია მესაკუთრე ყველაფრის. მერე არის საუბარი, რომ ეს აიპ და თურმე ადვოკატთა ასოციაცია ფინანსურ გადარიცხვებს აკეთებენ ერთმანეთთან. ამის იმტკიცებულება არ არსებობს, ბუნებაში არ არის, არც არავის არ უჩვენებია და პირდაპირ წერია საჯარო რეესტრის ამ მონაწერში, რომ 99 წლიანი უსასყიდლო აღნაგობის უფლებითაა გადაცემული. ამის განმარტება თუ შეიძლება შეიძლება სმენელისთვის არა იურისტისთვის არ არის ეს ფრაზები ცნობილი, მაგრამ იურისტებისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი. ანუ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, ხო? ყველაფრის კადრება არჩევნების წინა პერიოდში არ შეიძლება სად იყავით 8 წელი? სად იყავით? ეხა გაგვახსენდა ადვოკატთა ასოციაცია, ეხა შეგვიყვარდა, აქ არის სწორედ არაბუნებრიობა ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე, აქედან გასაგები, იმიტომ რომ არჩევნებია და ხალხო, მე კიდე ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები, ეს არის პროფესიული არჩევნები და ამ პროფესიას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს ქცევაზე, განსაკუთრებით პირებს, ვისაც გვაქვს ამბიცია ვიყოთ ამ პროფესიის მართვაში, ჩვენ რა თქმა უნდა მიმართულებით ნაფიქრი უნდა გქონდეს, ჩვენ გვიყურებს საზოგადოება, გვიყურებს სწორედ ის მართსაჯულების რგოლი, სადაც მუშაობთ და ვცდილობთ რომ დავამკვიდროთ ეს პროფესია როგორც ღირსების მქონე, ღირსეული პროფესია, რომელსაც პატივს უნდა სცემდნენ. აქედან გამომდინარე მე ვისარგებლებ ამ ბოლო წუთებით და ბოლო წამებით და მე მინდა ყველას მივმართო ჩემ ძვირფას კოლეგებს. მეგობრებო, წინ არის ძალზედ მნიშვნელოვანი არჩევნები. არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ჩვენთაგანის ხვალინდელ პროფესიულ საქმიანობას, თითოეული ჩვენთაგანის ხვალინდელ უსაფრთხო პროფესიულ საქმიანობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჰარმონიულ განვითარებას, რომელშიც თითოეული ჩვენთაგანი უნდა ვიყოთ ჩართული, შევქმნათ პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები, რომელიც გააჩენს მოთხოვნას ადვოკატის პროფესიაზე, ხელი იქნება შეწყობილი ახალგაზრდა პროფესიაში ახლად შემოსული წევრების პროფესიულ განვითარებაზე, მათზე მოთხოვნის შექმნაზე და ბევრია გასაკეთებელი და ყველაფერს ჭირდება ერთობა და არა პროფესიის შიგნით დაშლა კონფლიქტი. მხოლოდ ერთობით შეგვიძლია ჩვენ პროფესიის განვითარება და პროფესიის სიძლიერე სწორედ პროფესიულ ჰარმონიულ ერთიან განვითარებაშია და მე ჩემი გუნდით მზად ვარ ამ
მიმართულებით ვიყო აქტიური და ადვოკატის უფლებების და ინტერესების პროფესიული ინტერესების სადარაჯოზე 24 შვიდზე. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის და მე მგონი არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დაგვიტოვებია. დავსვით კითხვები, თქვენი პასუხებით მოვისმინეთ, ჩვენც გვინდა რომ წარმატებები გისურვოთ, პოლიტიკისგან თავისუფალი ალბათ ადვოკატთა ასოციაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ამის მოხერხებასაც უნდა უნარები. მე როგორც მოვისმინეთ თქვენ ეს უნარები არ ვიცი თქვენი გუნდის წევრები და ის ადამიანი ამბობენ რომ გაგაჩნიათ, წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენ საქმიანობაში და მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის და კვირას არჩევნები და იქაც წარმატებებს გისურვოთ ბატონო ირაკლი. ირაკლი ყანდაშვილი გახლდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს მე ამით უნდა დაგემშვიდობოთ, მომდევნო ხუთშაბათს ამავე არხზე შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.